სიზმრებს ხშირად ნახულობთ, გენატრებათ ის ადგილი, სადაც ოდესღაც გიცხოვრიათ, მაშინ მიყურეთ. მე ახლა ვიმყოფები კოსმოდრომ ბაიკანურზე, რომელიც დაახლოებით 30 წლის დავტოვე. მე წლები ვიცხოვრე ამ ქალაქში და იქიდან წამოსულს სულ მესიზმრებოდა სიზმარი, რომ მე ვითომ დამიტოვებია გასაღები და ჩავდივარ კოსმოდრომ ბაიკანურზე, შევდივარ ჩემი სახლის ეზოში და ვაღებ ჩემი ბინის კარებს. და აი, დაახლოებით 30 წლის შემდეგ მე ჩავედი აპრილის თვეში 26 წლისა და ვზივარ ჩემი სახლის წინ. ჩემს უკან კადრში ჩანს სახლი, სადაც ცხოვრობდი და სადაც მქონდა მაღაზია მოწყობილი. მაღაზიას ერქვა კოლხიდა. თქვენ იცით, რომ მე დაბადებული ვარ ხიბულაში, სამეგრელოში და კოლხეთის დაბლობზე. ამიტომ მაღაზიასაც ზუსტად ასე დავარქვი და ეხლა ვზივარ და გულის ფანცქალით მოგითხრობთ, როგორ უნდა შევაბიჯო ჩემი სახლის ეზოში, როგორ უნდა ავისრულო ჩემი 30 წლის სიზმარი. ეხლა კადრი შეტრიალდება და მე დავიწყებ სვლას ჩემი ეზოს მიმართულებით. აი ეს გახლავთ ქუჩა, ჩემო ბატონო, რომელზეც გამოდიოდა მაღაზია, ხოლო ბინა, რომელიც სხვა სადარბაზოში იყო, გამოდიოდა ეზოში. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული არბატი, ანუ ფეხით სასიარულო გზა. აი, ასეთი გახლდათ აქ სიტუაცია. აი, ასე გამოიყურება ეს ქალაქი ეხლა, ასე გამოიყურებოდა მაშინაც, როდესაც მე ის დავტოვე. ანუ ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული წინხედი და ჩვენ ახლა ნელ-ნელა დავიწყებთ შესვლას ეზოში. როგორც ყოველდღიურად, აი ამ ქუჩას გადმოვკვეთავდი სამსახურიდან მომავალი და შემდეგ შევდიოდი ჩემს ეზოში და მივდიოდი ჩემს სახლში, ან გავივლიდი ჯერ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობდა პირველ სართულზე, ხოლო ჩემი პირველ სართულზე პირველი სადარბაზოსი, ხოლო საცხოვრებელი ბინა მქონდა მეოთხე სადარბაზოში, ეს გახლდათ მეოთხე სართულზე. სახლი სულ გახდათ 4 სართულიანი. აი ეს გახლავთ ის არბატი, რომელიც მოსკოვის არბატის მიმბაძველობითაა გაკეთებული და მასზე ავტომობილები არ მოძრაობენ, მხოლოდ საფეხმავლო გზა. ჩემი სახლი მდებარეობს აკადემიკოს შუბნიკოვის ქუჩაზე. მას რუსული გეს ფორმა ჰქონდა. აი, ეხლა მე შევდივარ, როგორც შევდიოდი ყოველთვის. აქ მარცხნივ ჯერ კაფეს ანაყინე იყო, შემდეგ კარლენ ბაბაიანს, ჩემს მასპინძელს ამჟამინდელს ჰქონდა იქ ობიექტი. აი ეს ჩემი მაღაზია და წინხედი და მე ვიწყებ სვლას, როგორც 30 წლის წინ. შევდივარ ჩემი სახლის ეზოში, გულის ფანცქალით ვიყურები აქეთ-იქით. ნუ კაფე უკვე გითხარით, ვიცანი, აი აქ ყმაწვილი თამაშობს, რომელიც ძალიან დაინტერესდება, რომ მე რაღაცას ვიღებ და მე ჩამიქროლებს ველოსიპედით გვერდში და პირველი ნაცნობი რაღაც ეს გახლავთ ფანჯრის გისოსი, რომელიც სწორედ ჩემს მიერ არის ჩასმული და გულის ფეთქვამ უფრო მიმატა, იმიტომ რომ ეს ჩემია, ეს ჩემს მიერ გაკეთებულია. შევდივარ ეზოში, რომელიც ისეთივე ნაცნობია,
როგორიც იყო ის მაშინ, როდესაც მე დავტოვე და დანარჩენი 2 გისოსი, ანუ სულ 3 გისოსი მქონდა ჩაყენებული და აქ რაც შეეხება უძრავს ქონებას, ანუ სახს, ყველაფერი ნაცნობია. ვიღებ მთელ ეზოს, პირდაპირ მოჩანს ჩემი სადარბაზო, ანუ სადარბაზო ნომერი 4 და მე ახლა ვდგავარ ნომერ პირველ სადარბაზოსთან, სადაც მქონდა მაღაზია კოლხი და მე იქ ხამე ვიყავი კიდევაც მისული, შევათვალიერე, ჩემს მიერ დაყენებული რკინის კარები დგას ისევ, აი ეს სადარბაზო, აი ჩემი ფანჯრები, აქ ორ ბინაში შეერთებულში მქონდა მოწყობილი ეს მაღაზია, აი ამ ეზოში ძალიან ხშირად ჩემი შვილები თამაშობდნენ თავიანთ მეგობრებთან და აი იქეთ ამ სახლის უკან ახლა გამოჩნდა ბაღი, სადაც ჩემი გოგონა დადიოდა. ეს ისევ პირველი სადარბაზო და მაღაზია თავის გისოსებით და აი ვიწყებ მოძრაობას ნომერ 4 სადარბაზოსკენ, სადაც ცხოვრობდი 4 სართულზე. დიახ, გული მიმფანცქალებს, იმიტომ რომ აი გარშემო ყველაფერი ნაცნობია. აი ღმერთმა ჩამიქროლა, გამომელაპარაკა კიდეც ჩემო ბატონო, იმდენად დაინტერესდა იმით რომ ვიღებდი და ეხლა მე ვიწყებ იმ სადარბაზოების მიმოხილვას. აქ ჩემი მეგობარის ნეკრასოვები ცხოვრობდნენ, აქ მრაშოვები ცხოვრობდნენ, საოცარი სიტუაცია იყო, ყველანი ერთმანეთს ვიცნობდით. ყველა სადარბაზოში მყავდა ნაცნობი, მეგობარი და ასე შემდეგ. აი ამ განსაკუთრებულ სადარბაზოში, რომელიც Z-კუთხესთან არის, ასევე ცხოვრობდა ჩემი ახლობელი ოლეგ ლიხაჩოვი, ჩემო ბატონო, ხშირად დავდგებოდით აივანზე და ვესაუბრებოდით ხოლმე ერთმანეთს. და აი ჩემი სადარბაზო, აი პლაკატის მაგივრად მარჯვენა მხარეს ეწერა, რომ ამ სახლის უფროსი, ეგრეთ წოდებული დომკომი არის ქავთარაძე ჯქ. რუსულად ეწერა ქავთარაძე დეკა და აი 4 სართულზე გამოჩნდა ჩემი ფანჯარა, რომელიც კუხნიდან გამოდის, ჩემი აივანი და მესამე ფანჯარა გამოდიოდა ეგრეთ წოდებული საძინებლიდან. აი ახლა მე ვუღებ ჩემს საცხოვრებელ ბინას შორიდან და ძალიან ბევრი ვიყო ყმანი, ავიდეთ თუ არა, მე არ ვიცოდი, უნდა გამერკვია იქ ვინმე ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს. ვაგრძელებ ეზოს ჩვენებას, აი აქ აი ამ სკამზე მაქვს კიდეც ვიდეო გადაღებული, როგორ თამაშობენ ჩემი შვილები თავის ტოლმეგობრებთან ერთად. აი ეს ისევ ჩემი სადარბაზო და თვალი და გული ხარობს, თუმცა პარალელურად მეწვია ძალიან დიდი სევდა იმის გამო, რომ აქ არავინ არ დარჩენილა ისეთი, ვინც მე მიცნობ სამწუხაროდ. მე ერთი ადამიანიც ვერ ვიპოვე, არა მარტო ჩემს სახლში კი არა, მთელ კოსმოდრომ ბაიკანურზე, რომელსაც მივესალმებოდი, იმიტომ რომ სულ სხვა ხალხია 30 წელი. იმდენად დიდი დროა, ბაიკანური ეს კოსმოდრომი სპეციფიური ქალაქი გახლდათ, მას ჩემოდნების ქალაქს ეძახდნენ და ყველანი იქიდან წასულან, ისე როგორც წავედი იქიდან მე. აი ისე ვიღებ ჩემს სადარბაზოს, ჩემი ფანჯარა გამომავალი სამზარეულოდან აივანი და აი მარჯვენა მხარეს ფანჯარა, რომელიც გამოდიოდა საძინებლიდან. აი ამ სახლში ცხოვრობდი, როგორც გითხარით, აკადემიკოს შუბნიკოვის ქუჩა, 7 ბინა ნომერი 53. ესე იგი აკადემიკოს შუბნიკოვის ქუჩა ნომერ 7-ში, ბინა 1 და 2-ში, ასევე მქონდა მოწყობილი მაღაზია კოლხი და მოკლედ ვცდილობ ჩემი დიდი ხნის სიზმარი ავიხდინო და ჩემს მშობლიურ სახლში ვიპოვო ყველაფერი ის, რაც მე სიზმრებოდა. აი აქ გახლდათ
ჩემო ბატონო, ასეთი ეზო, აი აქ პირდაპირ იდგა ნაგვის ბუნკერები და გავიხსენე როგორ ვეტყოდი ხუმრობით ჩემს შვილს, რომ მამი ლევან ნაგვის მანქანა დაქოქე, რომ მას არ სყენოდა, რომ ვაგზავნიდით ნაგვის გადასაყრელად და ლევანიც აი მიდიოდა ხიარული, გადაყრიდა ნაგავს და ტრიალდებოდა უკან და კაცში ხვდება საბავშვო ბაღი დე ტერემოკი, მას ასე ერქვა, ტერემოკი. საბავშვო ბაღი, სადაც დადიოდა ჩემი უმცროსი ქალიშვილი ანა. მაქსიმალურად ვეცადე გადამეღო ყველაფერი, თუმცა ვფრთხილობდი ძალიან, იმიტომ რომ საშვი ჩემზე ამ ქალაქში არ დაუშვეს. ეს ქალაქი გახლავთ დახურული ტერიტორია, მას რუსულად ზატო ქვია, დახურული ტერიტორიული ერთეული და საშვის გარეშე შესვლა არ შეიძლება. პირველივე პოლიციელს შეუძლია მოგთხოვოს მიჩვენეთ თქვენი საშვი და იქ დამთავრდება შენთან საუბარი, მაშინვე დაგაკავებენ და სისხლის სამართლის კოდექსით რამოდენიმე მუხლით იწყება შენს მიმართ სამართლებრივი დევნა, იქ შეღწევა, უკანონო შეღწევა, კიდევ რაღაცეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მასპინძელი გახლავთ დაახლოებით 40 წლის წინანდელი ჩემი მეგობარი და ნაცნობი, წარმოშობით ნინო წმინდელის სომეხი ეროვნების კარლენ ბაბაიანი. სწორედ მან მოახერხა ჩემი შეყვანა იმ ქალაქში და მომცა ბედნიერება ამესრულებინა და მენახა ის, რაც ასე მესიზმრებოდა. აი ეს გახლავთ საბავშვო ბაღი ტერემოკი, რომლის გამოშვებული გახლავთ ჩემი ანა, ჩემი უმცროსი ქალიშვილი, სულ 2 შვილი მყავს. ჩემო ბატონო, ისე უბრუნდები ჩემ ეზოს, აი გ ფორმა, რუსული გ ფორმისა იყო, აი სწორედ ეს მხარე, რომელიც ახლა არის მარჯვნივ, მდებარეობს აკადემიკოს შუბნიკოვის ქუჩაზე, ხოლო მეორე აი ეს ნაწილი მდებარეობს აკადემიკოს კოროლიოვის პროსპექტზე, თუმცა მისამართი მაინც ითვლებოდა, რომ იყო შუბნიკოვის ქუჩა ნომერი 7, ბინა 53 მეოთხე სართულზე, სადაც ცხოვრობდი და ბინა 1 და 2 პირველ სადარბაზოში, პირველ სართულზე, სადაც ქონდა მაღაზია კოლხი და აი ეს გახლავთ ჩემი ეზო, დიდი გულის ფანცქალით შევისრულე ჩემი სიზმარი და მოვხვდი ჩემს ეზოში, თუმცა პარალელურად დიდი სევდა და გულის ტკენა ვიგრძენი იმის გამო, რომ იქ არ არიან უმთავრესი ისინი, ვინც მახლობელს ხდიდა ამ ქალაქს ჩემთვის და ბედნიერს მხდიდა მე. ეს არიან ადამიანები. მათ გარეშე აღმოჩნდა, რომ შენობა პრინციპში უსულო საგანია და ის იმ ბედნიერებას ვერ განგაცდევინებს, რაც შეუძლიათ განგაცდევინონ ადამიანებს. თუმცა მე მაინც ბედნიერი ვარ, მაინც კმაყოფილი ვარ. ჩემო ბატონო, აი ის გასაღები, რომელიც მე ვითომ დამიტოვებია და რომლითაც ვითომ ხშირად ვაღებ ჩემს სახლის კარებს. მე ახლა გავრისკავ და ამ გასაღებით აი ჩემი კარები. ეს გახლავთ ბინა ნომერი 53, რომელიც ხედავთ დალუქულია. იქ ახლა აღარავინ აღარ ცხოვრობს. ეგ გვერდით ჩემი მეზობელი ნიკიტინები ცხოვრობდნენ, მათი ბინაც დალუქულია და აღმოჩნდა, რომ მეოთხე სართულზე 4 ბინიდან 2-ში არავინ არ ცხოვრობს. აი ასე დასრულდა ჩემი სიზმარი და ის გასაღები, რომელიც მე ვითომ მაქვს სიზმრაში და რომელიც მე არასდროს არ გამომადგება. იმიტომ რომ ამ ბინაში უკვე მე კი არა, საერთოდ არავინ არ ცხოვრობს. ვისაც მოგეწონებათ ეს ვიდეო,
გამოიწერეთ ჩემი არხი, დამაფოლოვერეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ სულ ყველას, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, ყოველივე საუკეთესო მოგცეთ, იყავით ბედნიერი და ღმერთმა ყველა თქვენი სიზმარი აგიხდინოთ. აი ეგრეთ წოდებული სხვენიც კი ჩემი ხანდახანი ბავშვები ადიოდნენ, როდესაც თამაშობდნენ, სულ გულის ფანცხალი მქონდა, მათ რამე არ მოსვლოდათ. აი ახლა მე დავეშვები ჩემი სადარბაზოდან, აი ეს ჩემი კარები, ვემშვიდობები მას და უღრმესი მადლობა, ვინც დახმარება